გირბავარ. გვიანდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან თანხების კლინიკებში გადარიცხვა. ამ თემაზე დავით სერგეენკო თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს შუახევის ინციდენტის გამო კომპანია ევექსის ხელმძღვანელს უსაყვედურა და ნინო სამყურაშვილი გვერდთვება პირდაპირ ეთერში. ნინო, რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე გამოთქვეს თუ არა კლინიკის ხელმძღვანელებმა რაიმე პრეტენზიები და რა უპასუხა მათ დავით სერგეენკომ? დიახ, დავით სერგეენკომ ცვლად ისაუბრა დღეს გადარიცხვებთან დაკავშირებით თუ როგორ ხდება ბიუჯეტიდან კლინიკებისთვის თანხების გადარიცხვა. დავით სერგეენკოს მტკიცებით არანაირი დაგვიანება მათი მხრიდან არ ხდება. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დავით გიგანი. თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმები გუშინ აცხადებდნენ და საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან არის 13 თვიანი ხელფასის დაგვიანება და ხელფასები არ გაიცემა. დღეს თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ეს დაგვიანება გამოწვეული არის წინა წლებში და თვეებში დაგროვილი დავალიანებით. მე არ მინდა რომ აჩქარავი დასკვნები გამოვიტანო, თუმცა ჩვეულებრივი ლოგიკით ეს არ აიხსნება თუ რატომ არის ესეთი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის გამოდენიმე აგდაბსწრე კლინიკის მენეჯმენტისაგან. ერთ-ერთი საზრი მომდის თავში, რომ აქ რაღაც მიზანმიმართული ქმედებები არის, რომლის ამოცანაც არის საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაცია. პრობლემა იყო ძველ პერიოდში გამოწვეული, რაზეც თქვენ დავით, ეს პრობლემა წარმოშობილი იყო 12 წლის და ნაწილობრივ ბოლო არქიმედეს თემასთან დაკავშირებით ჩვენთან საკმაოდ მსხვილი დანაკარგები განვიცადე და ეს სიტუაცია გართულებული კონკრეტულ თანამშრომელთა რამოდენიმის და ზოგადად იყო წარმოშობილი მაგ მომენტისთვის. იმ მომენტიდან დაწყებული პირიქით ჯანდაცვის სისტემიდან გამორიცხული რაც მიმდინარეობს, უკეთესობისკენ ჩახურებისკენ მიდის დავალიანებები და დღევანდელ შეხვედრაზე ასევე დავით სერგეენკომ გააკრიტიკა კომპანია ევექსის ხელმძღვანელი. თითქმის ალბათ ცოტა მეტი ხნის წინ ნიუ ჰოსპიტალმა მიგვიწვია პრემიერ-მინისტრი და მე, სადაც გააკეთა დიდი პრეზენტაცია, რომ სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, დამსახურებით დაიწყო ახალი საინვესტიციო პროექტი, კერძოდ დიდი კორპუსის რემონტი და დღეს კიდე თანამშრომლებს უცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის გადამყიდე, ასე ვთქვათ, ხელფასებს ვერ გადაუხდის თანამშრომლებს და რეალურად რაღაც პანიკა შეაქდა, ირიბად ამას შეიძლება მომსახურების ხარჯზეც იმოქმედოს. მართლა გაუგებარია ჩემთვის ესეთი პოზიცია. ვირას რაც მოხდა დაემატა დამატებითი დაზღვევისთვის რიანომობილი, რომელიც დადგა ამ დროს ადგილზე და მთელი ზონაში ყოფდა, მაგრამ სამწუხაროდ 4 წლის ბავშვის რეფერალი მოხდა 4-ის ნახევარზე შუახევიდან ბათუმში, იმიტომ რომ ჩვენებებით ის დასარეფერალებელი იყო და ამ მომენტში სამი უმძიმესი დაწვრილი შევიდა შუახევში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ნებისმიერ დროს არა მხოლოდ შუახევში, არამედ თბილისში შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაცა და რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში სამინისტროს ხვდათ, მაგრამ ალბათ უფრო შეიძლება ვთქვათ ხალხის მხრიდან ამას მოყვა უფრო მეტი ნებათაღელვა, ვიდრე რეალურად შეიძლება ამ ფაქტის შეფასება მოხდეს საბოლოო ჯამში. დღესვე შეხვედრაზე დავით სერგეენკომ გააკრიტიკა ნიუ ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, ნიუ ჰოსპიტალის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ის თუ ხელფასები არ გაიცემა ნიუ ჰოსპიტალში, ეს ყველაფერი არ უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვას, ამტკიცებს დავით სერგეენკო. მადლობ ნინო სამყურაშვილი საუბრობდა